საღამოშვიდობისა ძვირფასო რადიო მსმენელებო, სამშაბათია, მე კახამიქიაშვილი მოგესალმებით ჩვეულ დროს, ჩვეულ დღეს. მიხარია რომ კვლავ გვაქვს საშუალება თქვენთან შეხვედრის და მიხარია რომ დღეს კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ფესტივალზე ვისაუბროთ, ფესტივალზე, რომელსაც უკვე აქვს ისტორია, ვინაიდან წელს უკვე მეორედ ჩატარდა კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი თბილისური ბროწეულები. ძალიან საინტერესო სახელწოდებით და ალბათ ეს სახელწოდება ბროწეულებზე როცა ვლაპარაკობთ და ბროწეულებს ხელოვნებას უკავშირებთ, აუცილებლად სერგო ფარაჯანოვი გაგვახსენდება, რაც რა თქმა უნდა კავშირშია ფესტივალთან. უფრო დეტალურად წელს გაიმართა 25-დან 28 სექტემბრი ჩათვლით. ძალიან წარმომადგენლობითი იყო, 40-მდე სტუმარი ეწვია სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს. მეტად საინტერესო მსახიობები, არტისტები, შემოქმედებითი კოლექტივები, მათ შორის რა თქმა უნდა ქართულ მოსპექტაკლებად მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი კი გაიმართა ტრადიციულად ახმეტელის თეატრში, უფრო ვცვლად ფესტივალზე, წლევანდელ ფესტივალის შეჯამებაზე, შეფასებაზე, სიახლეებზე, მე წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და ფესტივალის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ორგანიზატორს და იდეის ავტორს ირაკლი გოგიას. ირაკლი, საღამოშვიდობისა და მადლობა სტუმრობისათვის. საღამოშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. გილოცავთ კიდევ ერთ წარმატებული ფესტივალის ჩატარებას. მე დაახლოებით არაოს ყოფილვარ ფესტივალის ორგანიზატორი, მაგრამ დაახლოებით ვიცი რა სირთულე ახლავს ორგანიზებას ფესტივალის, მით უმეტეს ასეთი წარმომადგენლობითი ფესტივალის. რთული არის, მაგრამ ამ სირთულის ამონზადების დროს, როდესაც იღებს სიამოვნებას, არის ამით ვაბალანსებ. სიამოვნების საშუალებაც იყო? ხო, იმიტომ რომ როდესაც მაყურებელი გადის დარბაზიდან ბედნიერი იმ სპექტაკლების მეც ნახა. ანუ ჩვენც მე ბედნიერები ვართ, ჩვენ პროფესია ამაზეა აწყობილი, ტაშია ჩვენი ყველაზე დიდი ჰონორარი, რაც შეიძლება გადავიხადოთ. ყველაზე ჯილდო, შეფასება და ასე შემდეგ. წლევანდელი ფესტივალი შარშანდელთან შედარებით, აი მე ვიტყვი, რომ იყო განვითარება თუნდაც ხატრული ხარისხის და როგორც აღნიშნე, ძალიან წარმომადგენლობითი იყო, იმიტომ რომ ფესტივალი გახსნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა თეატრმა ლიტვიდან, ეს არის ოსკარას კორშუნოვასის თეატრი, უდიდესი ხელოვნის უცნობელესი და საქართველოს მაყურებლისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე არაერთი მისი სპექტაკლი იყო წარმოდგენილი და ამ თეატრისთვისაც არის ყოველთვის თბილისში, ზოგადად საქართველოში სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანი და შეშლილის წერილებით, გოგოლის მიხედვით უცნობელესი ნაწარმოები. და მაყურებლისთვის ეს იყო მართლა, აი ჩვენ აი ამით ვიღებთ სიამოვნებას, რომ ქართული მაყურებელი ნახავს, და ქართული მაყურებელი ძალიან კარგი მაყურებელი, ისე ძალიან კრიტიკული და აი როდესაც ნახა მაყურებელმა, აი შენ მერე უფრო ამაყიხარ, რომ ესეთი კარგი რაღაცის ორგანიზატორი ხარ. შენმა ფესტივალმა ანახა. შენ თბილისამდე ჩამოიტანა. მოდი მე ქვეყნებს ჩამოვთვლი შენის ნებართვით, რომელი ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილი და მე შეგვიძლია სათითაოდ განვიხილოთ ან კიდე სხვა არტისტებიც, იმიტომ რომ ძალიან ცნობილი, ასე ვთქვათ, თეატრები და არტისტები იყვნენ. მოკლედ, წელს ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ლიტვიდან, ამერიკიდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და ხალხია საქართველოსდან. სანამ მათზე გადავალ, თუ მირა წარმოადგინა, როგორი შეფასებები დაემსახურეს, თქვით რომ მეორე ჩატარდა. მე არ მახსენდება, შეიძლება ვცდები და თუ ეს იყო ბოდიშოხტი ორგანიზატორებს, პრაქტიკაში ქონდა საქართველოს ჩვენ ესეთი ამ ტიპის ფესტივალები? მხოლოდ ესე სუფთად მონოსპექტაკლების და კამერული სპექტაკლების ფესტივალი ეს ცალკე ჩვენ არ ქონია. ბათუმში არსებობდა მონოპიესების ფესტივალი, ეს იყო სულ სხვა ფორმატი, იქ იქმნებოდა და ძალიან კარგი ფესტივალი იყო და ტარდებოდა 10 ჯერ ზედიზედ. ასე თუ დივიტო დავიწყეთ ეს ყველაფერი, ჩვენ დავდგით ფარაჯანოვის ბოლო სცენარი, რომელიც მან ვერ განახორციელა, ვერ მოასწრო ბოლომდე გადაღება, გადაიღოს რამდენიმე სცენა, ეს იყო აღსარება სპექტაკლი, აი რა გიორგი გასვიანი თამაშობს. რომელიც იყო წარმოდგენილი წელსაც და შარშანს. ეს რაღაც სიმბოლურად, იმიტომ რომ აი ამ სპექტაკლმა მოგცა, რომ ყველაფერი დაიფანტა, ხო, რაღაც ალბათ ცოტა რთული პერიოდი იყო საქართველოს, როცა სერგო ფარაჯანოვი გარდაიცვალა და ჩვენ ვერ შევძელით, რომ მისი მემკვიდრეობა რაღაც ეტაპზე ვერ შევინარჩუნეთ საქართველოს. ჩვენი იდეა იყო, რომ რაღაცას კმეოდა მისი სახელი
იმიტომ რომ ჩვენი მიზანია რომ თქვა ეს მხოლოდ თეატრით არ შემოიფარგლოს და ამიტომ არც შარშან და არც წელს არ შემოიფარგლა. Olds ფესტივალი იხსნება გამოფენით, შარშან გაიხსნა ძალიან ცნობილი ებრაელი მხატვრის პოლინა ჩიჟევსკაის გამოფენით ფარაჯანოვის ფრესკები, ეს გამოფენა ჩამოიტანა მან. წელს იხსნება თბილისელი მხატვრის ირენა ოგანჯანოვას საოცარი ტილოებით, რომელიც ეს თბილისური ნამდვილი აუთენტური თბილისური მხატვრობა, აი დიდი ბაჟბეუქ მელიქოვის, ვარაზის, დილბარიანის სულიერი გამგრძელებელია, ასევე ეძახი ხოლმე. და ეს ვიზუალური ხელოვნება, რა თქმა უნდა, შემდეგ წელს ვინდა რომ რაღაც ეტაპზე კიდევ ერთ-ერთი ხელოვნების დარგი დავუმატოთ, რომ ეს იყოს რაღაცა არა მხოლოდ თეატრალური, იყოს ხელოვნების ფესტივალი და ფარაჯანოვი იყო თვითონ ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს მოიცავდა, თეატრი, კინო, მხატვრობა, მუსიკა, ყველაფერთან მაგარი და პირველი იყო. კი. და ამიტომ ჩვენც დაგვრჩება ჩვენი წილი ფარაჯანოვი და ჩვენ შევქნათ ჩვენი წილი ფარაჯანოვი და გვექნება, იმიტომ რომ ავის არ წაურთმევია ეს უბრალოდ ჩვენ დავფანტით. ჩვენ ვერ დავაფასეთ. მოდი გადავიდეთ ფესტივალზე. მე როგორც ვიცი, საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა იყო, მათ შორის ქორეოგრაფიული სპექტაკლებიც. ჩვენ დავიწყეთ უდიდესი რეჟისორის და ძალიან ცნობილი თეატრის არტისტების, აი სხვადასხვა ქვეყნები, რომლებიც იყვნენ ჩამოსულები, თუ იყო რომელიმე სპექტაკლის წარმომადგენლები თეატრი პირველად საქართველოში და როგორც წარმოაჩინეს და კიდევ რომელი იყო ძალიან ცნობილი არტისტი ან თეატრის ჩამოსული. ოსკარას გორშნოვასის თეატრის გარდა თითქმის ყველა პირველად იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მნიშვნელოვანი არტისტი ზოგადად სოფლიოსთვის, ეს არის რაინერ ბერი, ეს არის მაყურებლისთვის, მსმენელისთვის, რომ იყოს უფრო ადვილად აღსაქმელი, ასე ვთქვათ, დიდი პინა ბაუშის თეატრის ვარსკვლავი მსახიობი დღემდე, რომელიც უკვე როგორც რეჟისორი და ქორეოგრაფიც მუშაობს და მისი პროექტი ეს გახდათ გერმანულ ბრიტანულ-უკრაინული კოპროდუქცია, რომელიც დადგა რაინერ ბერმა და თვითონ ასრულებდა თავის ორ პერფორმერ პარტნიორ გოგოსთან ერთად, ორ მუსიკოსთან და მოცეკვავესთან ერთად. აი ეს იყო მნიშვნელოვანი ძალიან, იმიტომ რომ ამ დონის ევროპელი არტისტების სტუმრობა თბილისში, საქართველოში უკვე ჩვენთვის არის, ჩვენ უფრო მეტი პრესტიჟია. ჩვენთვის არის პრესტიჟი, მათთვისაც პრესტიჟია, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ისინი ძალიან დიდი პასუხისგებლობით ჩამოდიან ყოველთვის, ახლაც, რომ ეს იციან, რომ ისინი არ ჩამოდიან რაღაც რიგით ქვეყანაში, რიგით ქალაქში, ჩამოდიან ძალიან დიდი თეატრალური ტრადიციები. იმიტომ ჩვენი თეატრალური ტრადიციები წლების განმავლობაში ჩვენი უფროსი თაობის რეჟისორების დამსახურებით, მსახიობების ახლა არ გაუგიათ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ბოლო 50-60 წელია ქართული თეატრი ყოველთვის იყო ესეთი საინტერესო დაკვირვების ობიექტი ევროპული თეატრისთვის და ამის ძალიან ბევრი მაგალითია, რო არ ჩამოვთვალოთ და ახლაც ხო ჩვენი თეატრი, ნებისმიერ თეატრი, აი თუნდაც თქვენ სადაც მოვაწეობთ, ხო არ გავა თვე რო არ კონდეს ევროპაში გასტროლი და იქ ახლა ალბათ თუ არ უნდათ არ მიგვიწევენ. ხადი, ასე ვთქონდა, ბევრი თეატრი დადის და ფოტოშორის მე სულ აღვნიშნე ამას, აი შენ ზამეთ ნახე დირექტორი, როდესაც ჩავდივართ რამე ფესტივალზე, სადაც ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას, აი რაღაც განსაკუთრებული ინტერესი არის ქართული თეატრი. იქ სულ არ ასხოვებენ ეს თავისუფალი თეატრი, ახმეტებელია ქართული თეატრი ჩავიდა და ყოველთვის განსაკუთრებულია ინტერესი. ეს რა თქმა უნდა განაპირობა ჩვენმა ცნობადობამ. მე კიდე ერთი რამე ნიშნა წლევანდელ ფესტივალში, ალბათ შარშანაც ესე იყო, გარდა სპექტაკლებისა და მსახიობებისა და რეჟისორების, რომელიც ჩავუთვალეთ, ასევე საპატიო სტუმრებად არიან დრამატურგები, მკვლევარები, პროდიუსერები, რაც ორმაგ გაცდის ფესტივალის ხარის და ინტერესს და აი ამას რაც სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქართულ თეატრს. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია თვითონ იუნესკოს დაქვემდებარებულ თეატრის ინსტიტუციაში ჩვენმა ფესტივალმა და მისი ერთ-ერთი თანათავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი, ეს არის დრამატურგი და კრიტიკოსი ნინა მაზური. ძალიან ბევრი ფესტივალის დამაარსებელი თვითონ და თვითონ ამ წუთას ძალიან საინტერესო ზუსტად ამ ფორმატის კამერული და მონოსპექტაკლების ფესტივალი, ჰანოვერის ფესტივალის თვითონ დამაარსებელი და დირექტორი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალიან კარგი შეფასება მიიღო ჩვენმა ფესტივალმა მისგან და ასევე თვითონ
შემდეგი წლის პროგრამაზეც ეს აუცილებლად იმოქმედებს, იმიტომ რომ უფრო უცნობადი იქნება ეს ფესტივალი და ჩვენი ქალაქისთვისაც და ჩვენი მაყურებლისთვისაც იქნება კაი, რომ უკეთესი სპექტაკლები გვექნება ყოველ წელს. თქვენს თეატრს არ აკლია მაყურებელი ჩვეულებრივ სარეპერტუარო სპექტაკლებზე, ასე რომ საკუთრებულად ყავს. ესეც კარგია, ხო, ყველა თეატრს ყავს თავის მაყურებელი, თუმცა სხვა მაყურებელიც, თეატრალურ მაყურებელი როგორი იყო დასწრება სპექტაკლებზე, დაახლოებით ვიცი პასუხი წინასწარ, მაგრამ მაინც საინტერესოა, იმიტომ რომ ერთია, როცა დავუშვათ არის სარეპერტუარო სპექტაკლი, ზოგი მოდის მსახიობის გამო, ზოგი რაღაცა სცენის გამო, ზოგი საყვარელი სპექტაკლის გამო, ჩვეულებრივ ამბავია და ეს ჩვენ თეატრალებს გიყვარს. მაგრამ როცა ჩამოდის უცხო სპექტაკლი, აქ სხვა ინტერესია, ხო? აი, აქ რიგით მაყურებელი შეიძლება არ დაინტერეს ამ პირიქით, ამ კუთხით როგორი იყო შარშან დასწრება, როგორი იყო წელს. წელს დასწრება იყო ფაქტობრივად სრულზე უფრო მეტი, შარშან ულახდილად მინდა თქვა, რომ ეს იყო პირველი და ჩვენთვისაც ძალიან რთული იყო ყველაფრის საცდელი. რაღაცა გინდა რომ ბოლომდეც არ გინდა რომ ეს ბევრი ხალხი შეყარო იქნება კარგად არ გამოდის ხო ჩვენ რომ გენერალურ რეპეტიციაზე მარტო რომ უყურებთ ხოლმე ვაი და არ ივარგოს მეორმას არ ნახოს ხო და მე შეიძლება ხანდახან არც გვითამაშე კიდე გაგვისწორებია და წელს უკვე ეს იყო მაგით რომ მაყურებლის მხრიდანაც სრულზე უფრო მეტი და რა თქმა უნდა ქართველი ვარსკვლავები იციან ჩვენმა მაყურებელმა და თითოეულ თეატრში ყავთ თავის საყვარელი მსახიობი და არაერთხელ დადიანებთ და იგივე სპექტაკლებს, მაგრამ აქაც არის აი ქართული მაყურებლისთვის ის გვარები იყო, რომელიც ასე თქვა თეატრალმა მაყურებელმა იცის და ყოველთვის ამ ფესტივალზეც, თბილისის საერთაშორისო ფესტივალზეც, რა თქმა უნდა, გიფცეც ყველაზე ძველ თეატრალურ საერთაშორისო ფესტივალია, ფანტასტიკური მართლა საჩუქარი იყო ჩაბმელებული თბილისში. საოცარი ფაქტია, ჩვენ სტუდენტობის დროს ეს იყო რაღაცა ზეიმი, რომ აი გიფტი მართლა საჩუქარი იყო და ყოველთვის მადლიერი ვართ, ჩვენ რომ იმ პერიოდში ნახეთ მართლა სუპერსტარები მთელი მსოფლიოს და აქედან გამომდინარე მაყურებელმაც იცის იქ რა არის კარგი, რა უნდა ნახოს და უბრალოდ არის ხოლმე ენის ბარიერი, რომელიც სრულად ტექსტზეა სპექტაკლი დაფუძნებული. ფესტივალი ჩვენ ვერ იდებით, რომ აი მარტო მხოლოდ ტექსტზე რო აი ძალიან რთულია, თქვათ, ეს თუ არ არის ინგლისურს გვესმის ხო, თქვათ, ისეთი ენა, რომელიც ამიტომ ჩვენ ფაქტობრივად ნახე ფესტივალის ნახევარი პროგრამა ავაგეთ, რომ ეს იყო არავერბალური თეატრი და იქ სადაც ჩვენ გვჭირდებოდა უკვე ტექსტი, ჩვეულებრივი სუბტიტრებით იყო შესაძლებელი, მაგრამ აი თქვათ ისეთი ვირტუოზული შესრულება, როგორც ასრულებდა ჩვენი ესპანელი სტუმარი, იქ უკვე ტექსტი აღარ გჭირდება, იქ უტექსტოთაც იგებ, საერთაშორისო ენას ვეძახი, იგებ ყველაფერს იმ სევდიან დრაკულ ისტორიასაც მან გაითამაშა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გამოვტოვო სპექტაკლი ისრაელიდან, თელ-ავივიდან. ეს არის ძალიან ცნობილი ისრაელელი მსახიობი და რეჟისორი შარონ სტარკი, რომელიც არის Netflix-ის ფილმების ვარსკვლავი როგორც მსახიობი, არაერთ ფილმში და სერიალშია. და მან ეს სპექტაკლი, რომელიც ჩვენთან ჩამოგვიტანა, დადგა რეპეტიციებს გადიოდა იმ დროს, როცა თელ-ავივში არავის ქუჩაში გამოსვლის უფლება არ ჰქონდა და ფაქტობრივად თავშესაფარშია დადგმული და როგორც კი უფლება მიეცათ გამოსვლის, მესამე დღესვე პრემიერა ითამაშეს, იმიტომ სპექტაკლი მზად ჰქონდათ თავშესაფარში მომზადებული და ეს ეხება იმ მტკივნეულ მომენტს, რაც 7 ოქტომბერს 2 წლის წინ მოხდა ისრაელში და რაღაც დეჟავუსავით გადადიოდა 1972 წლის უეცრად თავს რო დაესხნენ ისრაელს, აი თითქოს ამაზეა, რომ ეს პერსონაჟები მოხუცი ცოლ-ქმარი, რომელსაც აქვთ უკვე დაწყებული დემენცია, ვერ ხვდებიან 1972 წელია თუ იგივეა დღეს, იმიტომ რომ არ მთავრდება ისრაელისთვის ეს პრობლემა. და ეს რა თქმა უნდა გადმოცემული იყო არა მხოლოდ რაღაც სამმხრივი ტრაგიკული მომენტით, ცოტა იუმორშიც, რაც ახასიათებთ ებრაელებს და ძალიან საინტერესო და ასევე ამერიკელი პერფორმერი, რომელიც შარშან თვითონ დაგვიკავშირდა, რომ უნდა ამ ფესტივალზე ჩამოსვლა. შარშან ჩვენ თვითონ ვერ შევძელით, იმიტომ რომ პროგრამა უკვე შედგენილი იყო და წელს რა თქმა უნდა ჩამოვიდა.
ძალიან საინტერესო, 58 ფესტივალზე ნათამაშების სპექტაკლით იყო ჩაფასული, რომელიც ეხებოდა ჰოლივუდის 20-იანი წლების ვარსკვლავს ჰედი ლამარის ცხოვრებას და მაშინ რა ხდებოდა ცოტა ჰოლივუდურ ინტრიგებზეც იყო და ჭორებზეც და ძალიან დიდი სიხარულით შემდგომ გავაცილეთ უკვე ჰაიფესზე ერევნის საერთაშორისო ფესტივალზე. ირაკლი, შენ თავიდან კარგად თქვი, რომ ეს სასიამოვნოა, ჩვენთვის მართლა თავარი ჯილდოა. თუმცა თუ ასე ავიღებთ ორგანიზების კუთხით და იდეის კუთხით, თავის ტკივილის მეტი და შარის მეტი არაფერი არ არის. მაგრამ კარგი როცა მოაქვს შედეგი. თუმცა მეორე პლუსიც აქვს და დივიდენდები რაც ჩვენ ვისაუბრეთ. მე მინდა კითხო შენ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, ქვეყნის ცნობადობისთვის? არა მხოლოდ თეატრალურ წრეებში, ზოგადად ქვეყნის ცნობადობისთვის, მსგავსი ტიპის ფესტივალის ნებად ნებისმიერ ტიპის, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი ფესტივალი ახსენეთ, რომელიც მრავალი წელია ტარდება და იგივე ამ ფესტივალებმა ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა, ხო? ჩვენ რო ავიღოთ ცნობილი ფესტივალები, ედინბურგი თუ სხვა, ეს უკვე იქ შემოსავალიც, მილიარდებზეა საუბარი და თავის დროზე ეს ამას დაუდგენ გვერდში. აი, ესეთი ტიპის ფესტივალებს რა სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის? მარტო ის ხარ არის რომ მოვიდა ხალხი და 2-3 დღე რაღაც ტაში დავუკვირდა და კარგი სპექტაკლები ნახეს. მე ყოველთვის ჩემი აზრია ფესტივალი იმიტომ ტარდება და ამიტომაც ტარდება ჩვენთან დანარჩენი თეატრალური ფესტივალები, იმიტომ რომ მათ ეს დატვირთვა აქვთ უფრო დიდად, იმიტომ უფრო მასშტაბით დიდი ფესტივალები არიან და ასევე ჩვენი და არათქოლოდ თქვათ ჩამოვიტანოთ კარგი პროდუქტი და ვანახოთ ქართულ მაყურებელს, არამედ აქ ამ ადამიანებს დაუკავშიროთ უკვე ქართველი თეატრალები, რომ მათ გადონ ის თავისი პატარ-პატარა ინდივიდუალური ხიდები, რომ ყველა აქ ჩამოდის დიდი სიხარულით, შემდეგ წელსაც ჩამოვლენ, უკვე ძალიან ბევრს თქვათ შარშანდელი ფესტივალის მერე ქართველ სულ სხვა თეატრთან გააბა კავშირი, უკვე მოიფიქრეს რაღაც კოპროდუქცია. ერთმანეთთან გააბეს თუნდაც ორმა ქვეყანამ, რომელმაც აქ გაიცნეს ერთმანეთი. მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობისთვისაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სხვა შთაბეჭდილება ქონდა და თურმე სულ სხვანაირად ყოფილა ჩვენს ქვეყანაში თუნდაც, ოდესაც შარშან მეკითხებოდა და წელსაც მეკითხებოდა ერთ-ერთი ჯგუფი, რომ უსაფრთხოება რა მდგომარეობაშია ჩვენ ხო და უბრალოდ როცა პასუხობ, რომ 24 საათის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში უსაფრთხოა ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაც გინდა ისე იყვნენ, ხო? ერთადერთი შეიძლება ისევ პოლიციამ გითხოს, თულად თუ არ ხარ. ხო, ეს მოწყენილი თუ ხარ და რა ვიცი, მე აქ რო ჩამოვიდნენ, ფიქრობდნენ, რომ იცი ჩვენ სხვა ინფორმაცია გქონდა. ხო? ძალიან სხვა ინფორმაცია გვაქვს. ჩვენ გვეგონა რაღაც თეატრი ცოტა აკრძალული იყო თქვენთან, თქვენ ბევრ რაღაცას ვერ თამაშობდით. მე ნახავენ ჩვენთან ძალიან ღია თქვა პოლიტიკურ სპექტაკლსაც, რომელსაც არ ელოდებიან, რომ საქართველოს შეიძლება იყოს. შეიძლება იქამდეც არის ინფორმაცია, რომ რაღაც თეატრალური ცენზურა არსებობს, არ არსებობს, ხო? და ჩვენ ხო ვერი ვართ ისეთი, რომ ყველაფერი სამტკიცებელი გვაქვს, მათი სამწუხაროდ, ხო? ჩვენ ვართ ჩავარდნილი იმ სიტუაციაში, რომ უნდა უმტკიცოთ, რომ არ ვართ ჯირაფი და ვართ ადამიანები, ხო? და გვიმტკიცებენ, რომ ვართ სხვა ვიღაც. და ზუსტად ფესტივალი, ჩემპიონატი, კონფერენცია ეს უწყობს ხელს, რომ ჩვენ იმიტომ ვწვალობთ, ხო? ჩვენ არ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, შეიძლება 5 ღამე ზედმეტი იმიტომ გაათენო თეატრში თან სასიამოვნო თეატრში ღამის გაათენება, რომ ისევ რაღაცა ჟინი გაქვს, რომ შენი ქვეყანა ოდნავ წინ წავა, ერთი ნაბიჯით. და იმას მე შენიშვილი აუცილებლად მაინკის. შენი საქმე, რაც არის ჩვენი საქმე. იმიტომ რომ ერთი ადამიანი ვიღაც მხოლოდ მთავრობა ქვეყანას ვერ აშენებს, ქვეყანა ჩვენ უნდა ავაშენოთ. მათ უნდა მიიღონ რაღაც კანონები და ბიუჯეტი დააგენერირონ და ეხლა იმას რომ შენამდე მოვა და შენ უკვე ვეღარ გააკეთებს, უკვე შენი პრობლემა. რით იყო განსხვავებული წლევანდელი ფესტივალი გასული ფესტივალიდან? თუ იყო დაუშვათ იგივე უფრო მეტი სტუმარი, აი რა იყო, იმიტომ რომ თქვი რომ პირველი მაინც საცდელი იყო, ნახე რა თქმულობით ის თქვი რომ ჩვენც ფიქრობდით გამოვა თუ არა. ну რადგან მეორე ჩატარდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი პირველი წარმატებით იყო და იმედი გვაქვს რომ 22-იც იქნება და ასე შემდეგ, მაგრამ აი რა იყო, აი რითი ოდნავ მაინც გაიზარდა და განვითარდა ფესტივალი წელს? მხატვრული ხარისხი, ცუდი რაღაცა რაც ვამბობ, მაგრამ კითხვას მხოლოდ გულწრფელად ასე უპასუხებ. ფლორიც არის.
და ჩვენ ყოველთვის ეგოისტურად ვდგებით, რომ ჩვენ უფრო მეტი გვინდა და უკეთესი ხარისხი გვინდა, იმიტომ რომ ხა ქართველი მაყურებელი რომ მიდის ეს სპექტაკლზე, ხა მხოლოდ იმიტომ მე არ მომწონს, რომ ფრანგი თამაშობს, ხო? რას თამაშობს ეს ფრანგი თორე? ხო, და როდესაც თუ თქვათ ვიღაც გენიოსი დგას სცენაზე, მოგწონს რაღაცა ვარსკვლავი და ქართველები ხო ვარსკვლავებზე დადიან საერთოდ. ვარსკვლავი არის მთავარი არ არის მე არ მინახავს რომ ქართველი მაყურებელი დადიოდეს რეჟისორის სპექტაკლს ის დადის ყოველთვის მსახიობის გამო და ეს ძალიან კარგიც არის ხო იმიტომ რომ მსახიობი დგას სცენაზე და მსახიობს ხედავს და მსახიობს მოყავს მაყურებელი ეს ჩვეულებრივად ყველა რეჟისორი ამას არ იძახის უნდა შეგამონაკისებს მე ვიცახი იმიტომ რომ მე ჩემი მსახიობები ვინც მიდგას სცენაზე ამ მსახიობებს თუ კიდევ კარგად ცოტა მიეხმარები რაღაცა ან რეკლამით ან მენეჯმენტით და ცოტა კარგადაც დაუდგამ სპექტაკლს რეჟისორი ის მსახიობი წელგამართული არის შენი მთავარი სახე. აი ზუსტად ეს სახე ქონდა წინასთან განსხვავებით ფესტივალის სპექტაკლებსაც, რომ თითოეულ წარმოდგენილ მსახიობს, თითოეულ წარმოდგენილ ჯგუფს ქონდა ძალიან ესეთი მყარი დიდი ბიოგრაფია. ძალიან კარგი ჩვენ დროებით შევისვენოთ მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს რომ ჩვენ საუბრობთ კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის ლიბროწეულები და მეორე ბლოკში აუცილებლად ამ ფესტივალზე გამოვიდეთ საუბარს სულ ცოტა ხანი დაკლავდით.